მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. კიდევ ერთხელ არ დავიღლები მადლობის თქმით თქვენს მიმართ, რადგან ხართ ჩემთან. ხართ უკუკავშირზე და მეს ძალიან მახარებს. და ეს ზუსტად სტიმულს მაძლევს, რომ ჩავწერო კიდევ უფრო მეტი და მეტი ვიდეო თქვენთვის. მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას და ეს იქნება პროგნოზი მომავალი კვირის. მოდი ვნახოთ, რა ენერგიებში ხართ, უпроსტად, რა ენერგიებში ვართ ახლა. ერთ სივრცეში ვართ, ამიტომ ჩემზეც არის ეს. ამიტომ მოდი ვნახოთ, ახლა რა ენერგიებში ვართ. რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ნახოთ, ფინანსები, კარიერა, სამსახური ვნახოთ. ამ კვირის, მომავალი კვირის სამსახური, კარიერა და ასევე ფინანსები. და ნახოთ ასევე ჩვენ რომ ყველას ძალიან გვიყვარს პირადი ურთიერთობები, რა გველოდება მომავალ კვირას პირადში. თუ საჭირო იქნება დავამატებ არკანებს. მაშასე ნახოთ რაღაც ახალი შანსი. ნახოთ რა ენერგიებში. მეგობრებო, თუ ახლა ცოტა შეჩერებული იყო თქვენი ფინანსები და რაღაც ეტაპზე გაჩერდა თქვენი შემოსავალი, ახლა გეტყვით, რომ ცოტა ხანში ეს ყველაფერი ამოძრავდება და ახალი შანსი მოგეცემათ. კიდევ ეს რადგან საჯარო გაშლა, გეტყვით რამოდენიმე ვარიანტს. თუ შეიძლება აქ ვუყურებდეთ ისეთ ქალბატონებს, რომელთაც ურთიერთობა აქვთ შეჩერებული, იმის გამო, რომ თქვენი მამაკაცი მოიქცა ბავშვურად, ვერ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მიხედოთ თქვენს კეთილდღეობას და გადაერთეთ სწორედ აი აქეთკენ. აბა ვნახოთ მნიშვნელოვანი რა არის აი ამ კვირაში. მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყენოთ აი ეს შანსი ახლა რაც მოგეცემათ და ჯერ თქვენ არ იცით რომ მოგეცემათ შანსი იმისი, რომ გახდეთ თვითკმარი ქალბატონი, შემოვიდეს თქვენთან ახალი რესურსები, ფინანსები, რომლებიც მოგიტანთ კეთილდღეობას. აქ ერთგვარი რჩევასავით არის, რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე, განებივროთ საკუთარი თავი, თუნდაც შეიცვალოთ ვარცხნილობა, მოიძიოთ ფინანსები თქვენი სიამოვნებისთვის და თქვენ ამის შანსი ნამდვილად მოგეცემათ. ნახოთ კარიერაში, მეგობრებო. თუ თქვენ ახლა ძიებაში ხართ, მეგობრებო, და ჯერ კიდევ არ იცით რა იქნება და ხართ ერთგვარ სტაგნაციაში, თითქოს არც იქით მიდიოდა სიტუაცია, არც უკან მიდიოდა და არც წინ იცროდა კარიერაში, გეტყვით, რომ ეს ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული. აქ მაგის არკანი საუბრობს, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენ ყველაფერს დაძლევთ და სამყაროც აქ 3 ტუზია და სამყაროც
სწორედ თქვენკენ არის და ის გაძლევთ შანსს, რომ მიიღოთ ის, რაც თქვენ გსურთ. მე ვერ გეტყვით, რომ ახლავე ეს ფულით სავსე ტომარად აგეცემოთ თავზე, მაგრამ ეს იქნება დასაწყისი იმისთვის, რომ თქვენ აიხდინოთ თქვენი სურვილები. რა იქნება თქვენს კარიერაში, დავამატოთ. სიუხვე, დიახ მეგობრებო, შეიძლება აქ ოჯახის წევრები დაგეხმარონ თქვენ, საკმაოდ შეიძლება უკვე გადაღლილიც ხართ. შეიძლება ოჯახშიც ძალიან დიდი საზრუნავი გაქვთ და გასავალი გქონდათ ოჯახში, შეიძლება ბავშვებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის გჭირდებათ რაღაც თანხა და თქვენ ადამიანების გვერდში დგომით თქვენ ამას ნამდვილად მიიღებთ. თუმცა მოგიწევთ მუშაობა კარიერაში, სამსახურში, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ბევრი შრომა, მაგრამ ეს შრომა იქნება დაფასებული კარიერაში. დიახ მეგობრებო, აუცილებლად აქ ვინმე მამაკაცი შეიძლება მოვიდეს წინადადებით, შემოგთავაზოთ სამსახურში ახალი პოზიცია, ან დააფასებს აი თქვენს ნაშრომს და ახალი წინადადებით შემოვიდეს თუნდაც თქვენი უფროსი, რაც მოგიტანთ შემდეგ კიდევ უფრო დიდ წარმატებას და ნახოთ ფინანსები. აქ ფინანსებში მეგობრებო, ფრთხილად იყავით მეგობრებო, რაიმე აფიორა არ იყოს ინტერნეტით აი ამ კვირაში, ნუ შეიძენთ ნურაფერს, თუ ვინმეს ბინის შეძენა გსურდათ და თქვენ კომუნიკაცია გქონდათ ადამიანებთან ინტერნეტით და არ იცნობთ ამ ადამიანს კარგად, ნუ ენდობით. აქ არ დაკარგოთ, ფრთხილად იყავით, რაღაც დანაკარგი არ იყოს, ამიტომ ყველა ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ და საერთოდაც ვინაიდან ახლა დაბნელების კორიდორს გავდივართ, დიდ შენაძენს მაინც და მაინც არ გისურვებდით ახლა, რომ ახლა გაგიკეთებინათ არჩევანი აი ამ დიდ შენაძენზე. ცოტა ხანი აწონ-დაწონეთ და შემდეგ გააკეთეთ სწორი არჩევანი. იფრთხილეთ მეგობრებო, მაინც სიფრთხილეს არ სტკივა თავიო, ნათქვამია. ნახოთ ფინანსებზე. აქ ზოგიერთ თქვენგანს ნამდვილად სურს ბინის შეძენა. ფინანსები. მოედინება ფინანსები მეგობრებო თქვენკენ, ოღონდ აი ისე სტაბილურად, არც ნაკლები, არც მეტი. ვერ გეტყვით, რომ რაღაც ფინანსური ნაკადი ძალიან იზრდება, მაგრამ არც შეგიწყდებათ, იმდენი გექნებათ ამ კვირისთვის თქვენ ფინანსები, რამდენიც საჭიროებასაც წარმოადგენს თქვენი ცხოვრებისთვის. კიდევ ნახოთ ფინანსებში. აი მეგობრებო, გექნებათ ფინანსები იმისთვის, რომ აი ისე რომ თქვენ არ დაგჭირდეთ დაზოგვა და ხვალინდელი დღისთვის ფიქრი, ნამდვილად შემოვა თქვენთან ის თანხა, რომ არ დაგჭირდებათ დაზოგვა თანხის და შეიძლება რაღაც თქვენთვის სურვილიც კი აიხდინოთ მეგობრებო. წავა შიში ფულის გადინების, რომ ვაიმე აღარ დამრჩება მომავალი კვირისთვის, აი ეს შიში მიდის თქვენიდან აი ამ კვირაში. ხელმომჭირნეობა აღარ დაგჭირდებათ ამ კვირაში. ფინანსები ამ კვირის.
მეგობრებო, შემოვა ფინანსები, როგორც გითხარით, ეს თვეც ჩაივლის ძალიან სტაბილურად, დიდ თანხებს მე ვერ ვხედავ აქ, მაგრამ როგორც გაგაფრთხილეთ, იგივეს გირჩევთ, რომ გააკეთებთ დიდ შენაძენს აი ამ კვირის განმავლობაში. კარგით, ვნახოთ მეგობრებო, ახლა პირადი ურთიერთობები. აქ უმეტესობა დაფარულ ურთიერთობას მიჩვენებს, მეგობრებო. შეიძლება ერთ-ერთი პარტნიორი პატარაც იყოს, ასაკით, ან თქვენ, ან ის ადამიანი, ან ეს ადამიანი შეიძლება წლოვანებით არ იყოს პატარა, მაგრამ იქცეოდეს ასაკთან შეუსაბამოდ ბავშვივით, ვერ იღებდა პასუხისმგებლობას და შეიძლება ახლა და ამჟამად სიშვურეც არის თქვენს შორის რაღაც გარკვეული მანძილი, რომელიც სწორედ კონფლიქტის შედეგად წარმოიშვა თქვენს შორის, შეიძლება სწორედ აი ამ ადამიანის არასტაბილური საქციელის გამო მოხდა თქვენს შორის აი ეს დისტანცია, რაც ახლა არის. რა იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე პირად ურთიერთობაში თქვენთან? მეგობრებო, თუ თქვენ აქ და უმეტესობას ალბათ ისეთი პერიოდი გაქვთ, როდესაც რაღაც დასრულდა თქვენს ცხოვრებაში ერთი ეტაპი და ეს მამაკაცი, რომელიც ახლა თქვენთან აღარ არის და ვსაუბრობ ისეთ ურთიერთობაზე, როდესაც დაცილებულია წყვილი და მანძილზეა, ეს მამაკაცი თითქოს რაღაცას ელოდება და არ ჩქაროს ნაბიჯის გადმოდგმას თქვენკენ. რა იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე? ცოტა არ იყოს ხისტ გაბრაზებულ ენერგიებში ხართ, მეგობრებო, მაგრამ კვირის ბოლომდე თქვენ აი ამ სიბრაზისგან აუცილებლად გამოხვალთ, დაძლებთ ამ სიბრაზეს და გადახვალთ თქვენი ცნობიერი სხვა ეტაპზე გადავა, რაღაცებს გადაახარისხებს და მონახავს გზას, როგორ გამოვიდეს აი ამ კრიზისული სიტუაციიდან. მე მაინტერესებს, ვინც დაცილებულია, რა იქნება ამ კვირის ბოლომდე იმოქმედებს ეს ადამიანი. უმეტესი მათგანი შანსია, რომ გამოჩნდეს თქვენს რეალობაში, მეგობრებო. უმეტესი მათგანი გადმოდგავს ნაბიჯს, მაგრამ ეს ნაბიჯი შეიძლება არ იყოს დღეს და ხვალ. უბრალოდ ფიქრის მომენტშია ადამიანი. რა იქნება კვირის ბოლომდე პირად ურთიერთობაში, მეგობრებო, თქვენთან? მეგობრებო, თუ ეს მამაკაცი შეიძლება ქორწინებაშიც იმყოფებოდეს და რაღაც მანიპულაციებით მოვიდეს თქვენამდე, ან SMS-ი გამოგიგზავნოთ ისეთი, რომელიც ერთგვარი მანიპულაცია იქნება მისი მხრიდან და აქაც გირჩევთ, რომ გადახვალთ
ისევ ხმლების დედოფლის პოზიციაზე შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აი ეს რთული პერიოდი და როც გირჩევთ, რომ შვიდად გაატაროთ და აქ ზოგიერთი თქვენგანის მამაკაცი ნამდვილად გამოჩნდება, შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ ინტერნეტით ან რაღაც კომუნიკაციაზე გამოვა. რჩევა თქვენთვის. მაგრამ აქ ტარო გირჩევთ თქვენ, რომ თქვენში არის ძალიან დიდი სიძლიერე, ძალიან დიდი ძალა, რომ ყველანაირ წინააღმდეგობას გაუწევთ, ყველანაირ ნეგატივს და მე გთხოვთ, რომ თქვენი ეს ძალა გამოიყენოთ, თქვენი ეს გონებრივი შესაძლებლობები გამოიყენოთ, უფრო მეტად იფიქროთ არა პირად ურთიერთობებზე, არამედ თქვენს განვითარებაზე, როგორც სულიერად, ასევე ყურადღება მიაქციოთ თქვენს ფინანსებს და უფრო კარიერაში გადაეშვათ აი ამ ერთი კვირის განმავლობაში. მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ და მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით და მთავარი მე ველი თქვენს კომენტარებს, მე ეს ძალიან მახარებს და აქვე გეტყვით, რომ თითოეული თქვენგანის კომენტარს დიდი გულისყურით და სიყვარულით ვკითხულობ, ასე რომ დროებით მეგობრებო.